ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმი-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობით ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა. ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მოიხსნა ეგრეთ წოდებული სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. პირველ რიგში ეს უკავშირდება ერთიანი სატარიფო პრინციპების შემოტანას, რომელიც ჩაანაცვლებს ერთგვარად გარკვეული ბუნდოვანების მქონე გარკვეულ რეგულაციებს და მეორეს მხრივ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მეტი წესრიგის, მეტი სიცხადის შემოტანის გზით პრაქტიკულად უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს კლინიკებისთვის, იმისთვის, რომ უფრო სტაბილური, უფრო უზრუნველყოფილი იყოს ის მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში გაეწევათ ონკოლოგიურ პაციენტებს. ეს ახალი მოწესრიგება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის არსებობას, ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საიმისოდ, რომ აბსოლუტურად ცხადი იყოს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კარგად პროგნოზირებადი და დაგეგმვადი იყოს ამ სერვისების მიწოდება. და იმავდროულად, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს არის, რომ ამ ტარიფების შესაბამისი მომსახურების კაფიოდ განსაზღვრა განხორციელდა. სად რამდენი ანალიზი უნდა ჩატარდეს, სად რამდენი იქნება თქვათ განსახორციელებელი პროცედურები და ყველაფერი ეს დარეგულირებული იქნება ამ ახალი ნორმატიული აქტების მეშვეობით. სირთულეები, რომელიც ახლდა თან აი ამ არამკაფიო, არაცხად რეგულაციებს შეიძლება სწორედ ეს განაპირობებდა გარკვეულ სირთულეებს ანგარიშსწორების თვალსაზრისითაც ეს პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ გადაჭრილი და გადაწყვეტილი